ვარ ელენე ბაგრატიონი 7 წლის. სწავლობს სახალხო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის როლიკებზე სიარული, ცეკვა, ბალეტი და საწმელების გაკეთება. ყველაზე მეტად მიყვარს ბალეტი და ჩემი თვისწავლე. ჩემმა დამისწავლა ტელევიზორიდან და მე მასწავლა. ბალეტში ყველაზე მეტად მომწონს კაბა და ტრიალი. მე შემიძლია დავტრიალდე 5-ჯერ. ზოგჯერ მე და ჩემი და ერთად ვჩეკავთ ბალეტში. ხოლმე ჩემ მეგობარს ვუტარებთ კონცერტებს. მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. ცეკვაზეც დავდივარ და ალბათ მალე შევძლებ. უკვე 1 წელია დავდივარ ცეკვას. ჩემ ცეკვის მასწავლებელს ქვია ედნარი. ის არის მხიარული, კარგი და ცოტა მკაცრი. ხოლმე ბავშვები აბრაზებენ, მაგ დროს ყვირის და არ უხდება. რაზე აბრაზებენ და სულ დარბიან. მე ვარ კარგი გოგო და არავის არ ვაბრაზებ. ცეკვაზე თავიდან გამიჭირდა ახალი ილეთები. ადვილი იყო ტრიალი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის თიულური. საყვარელი ილეთია ეს. მე მინდა გქონდეს კონცერტი იტალიაში. მაგ კონცერტზე ჩავიწვო შავ მოკლე კაბას. კარგად ვიცეკვებ და თემ დარბას მოეწონება. კიდევ ვაპირებ ვიცეკო 10 წელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სტადიონი მაქვს და ვთამაშობ. კიდევ იმიტომ რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელისაბედი გორგილაძე. ყველაზე ცელქია დემე გორგილაძე. ყველაზე მშვიდი არის ნია სურმანიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და პრანჭიკელა. ზოგჯერ ვიბრანჭები დედასთან ერთად და ძალიან კარგია. გაბრანჭის მერე მიყვარს სტუმრობა ნონა დეიდასთან. ის ცხოვრობს თბილისში და სულ მინატრება. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ციცინო ბერიძე. იმიტომ ჩემსავით ლამაზია, მხიარულია, სულ მეხუტება და კარგი. რომ გავისტები, მინდა გამოვიდე ბარელინა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. სახლში ცხოვრობთ მამა, დედა, დაიკო და ბებია. და მე. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ლიზა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული. ჩემი აზრით, რომ გაიზრდება ლიზა, გამოვა ექი. მამიკო არის მშრომელი, კარგი და ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ესე ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. საყვარელი წიგნი არის დედაენა. მე უკვე ვისწავლე ყველა ასო და კარგად ვკითხულობ. ყველაზე უფრო მომწონს ასობგერა ა. არ მომწონს პ, იმიტომ რომ ცოტა მეშლება. ას გავს ო, ცოტა დამახინჯებულია. ახლა მინდა რომ ვიყო 8 წლის ჩემი დის ტოლა. ჩემი საყვარელი მულტფილმი არის რაპუნცელი. ჯადოსნური ჯოხი რო გქონდეს, ყველა ბავშვი შეუსრულებდი სურვილს. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ელენე რო არ მერქვას რა მერქვი? მე ელენე დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელენე რო არ მერქვას, მექმნებოდა ნია. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის ტოკა-პოკა. ადამიანებს საწყობ და ხოლმე შეგიძლია სახლიც აწყო. ჩემი ნება რო იყო, ავგრძელავდი Roblox-ს. იმიტომ რომ ზოგი ბავშვი ძალიან ბევრს თამაშობს. ბედნიერება არის ლეკვი, რომ აჩუქოს და დედას და მამას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.